მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, პატივისცემით, მადლიერებით და როგორ გავუშვებ დღევანდელ დღეს, რომ ფინანსებს დავუთმე დრო და პირად ურთიერთობებს არ დავუთმო, ხო, ზუსტად ვიცი, რომ ვიღაცებს ყველაზე მეტად ეს გჭირდებათ და ეს გაინტერესებთ და ამიტომ უცებ ორ ვარიანტზე ვნახოთ, რა ხდება მის ცხოვრებაში, მის გულში, გონებაში და ასე შემდეგ, ხო და პირველი ვარიანტი. აბა ვნახოთ ვინ არის ერთი არკანით მაინც რომ იდენტიფიცირება მოვახდინოთ სიგნიფიკაცია ხო? რა ხდება მის გულში, გონებაში, სახლში, გარემოცვაში, თქვენთან დაკავშირებით და უახლოესი ენერგიები. ვინ არის? ოხოხო, ექსიანი კვერთხები. ადამიანი სხვათა შორის აღიარებულია თავის წრეებში, ძალიან ავტორიტეტული, ძალიან საპატივსაცემო ადამიანი, რომელსაც სადაც მივა ყველგან სინათლე, სიხალისე, გარკვეული მოდი ხმამაღლალი ნათქვამი არ იქნება, ბედნიერებაც კი მიაქვს, ხო, თავისი არსებობით გარშემო ყველაფერს რომ ანათებს ეს ტიპის ადამიანია, ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან მაგარი ადამიანია. ენერგიებიც ისეთი მოდის, რომ ოდნავი რაღაცა ისეთი ნეგატიურის კი არაფერი შემიძლია ამ ადამიანთან დაკავშირებით გითხრათ. ძალიან საპატივსაცემო და ძალიან ისეთი პიროვნებაა. რა ხდება მის გულში? მის გულში რა ხდება და ექვსიანი თასები. რაღაცა ნოსტალგიური მომენტებიც აქვს სხვათა შორის მინდა გითხრათ. არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ბავშვობის პერიოდს უკავშირდებოდეს, რაღაც ტრიგერები არსებობდეს, რომელმაც თავისი ბავშვობა გაახსენა, თავისი წარსული, რაღაცა თავის წარსულის შეიძლება ურთიერთობებიც ან პირიქით ბავშვობიდან წამოსული ადამიანი უტრიალებს ახლა გონებაში. ყოველ შემთხვევაში რაღაცა ჰარმონია, ბედნიერი ემოციები აქვს, არა აქვს აქ რამე რომ გითხრათ რომ დარდი და არა პირიქით, ხო, რაღაცა ბედნიერი ემოციები აქვს ამ ადამიანს გულში. აბა გონებაში რა ხდება? გონებაში თასების დედოფალი ყავს. ეს ადამიანი შეყვარებულია მეგობრებო. არ ვიცი ვისზე, მაგრამ შეყვარებულია ცალსახად. ხო, მის გონებაში ერთადერთი ქალი ტრიალებს, ქალი, რომელიც მისთვის ყველაფერია. ქალი უპირობოდ მიმღები, უპირობოდ მხარდამჭერი, შეიძლება ფიქრობდეს კიდეც, რომ მე ასეთი ადამიანი თუ არსებობდა არც მეკონა. მამაკაცები თუ მიყურებთ, ხო, შეგიძლიათ პირიქით გადაიტანოთ, მეგობრებო, ანალოგიურად თქვენთან დაკავშირებით ესეთი ემოციები კონდეს, რომ მასთან მე მშვიდად ვარ, ხო? მას ყველაფერი შეუძლია, მას შეუძლია გამაბედნიეროს, მას შეუძლია დამამშვიდოს, მას შეუძლია ემოციები, მოცემები, ყველაფრის მოცემა რო შეუძლია, ხო? სხვა შორის ისეთი თვითკმარი ქალიც ან მამაკაციც უნდა იყოს, ვისზეც ეს მისი გონებაა მომართული. აბა მის სახლში რა ხდება? მის სახლში პენტაკლები სტულზე. ნუ არ ვიცი, ახლა შეიძლება რაღაცა ოჯახური ბიზნესიც კონდეს, ვერ გამოვრიცხავ. ყოველ შემთხვევაში აქ ფინანსური მომენტი საკმაოდ მყარ და კარგ ნიშნულზეა. სახლში ძირითადი ამ ეტაპისთვის პრიორიტეტი ზუსტად ფინანსებია და შეიძლება რაღაცეები საკმაოდ ისეც ლაგდებოდეს, რომ მეტი და მეტი, ანუ რაღაცა მოგებები, საკმაოდ კარგი ენერგიები, არ ვიცი, ვის უყურებთ, მაგრამ ჯერჯერობით რაცაც ვხედავ, ეს ადამიანი ძალიან ბედნიერი ადამიანია და რა გითხრათ, აბა მის გარემოცვაში, ხო, მის გარემოცვაში King of Swords. ხო, არ ვიცი, შეიძლება ეს ადამიანი გაცილებულიც იყოს, არ გამიკვირდება, ან გაცილების პირას იყოს, ან შესაძლოა რაღაცა ისეთ სამსახურებრივ სფეროში მუშაობდეს, სადაც ბევრია ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, რაღაცა ეს სანაცნობო ყავდეს, მაგრამ აქ მაინც ეს ენერგია მომდის, რომ რაღაცა მის გარემოცვაში არის ადამიანი, ვინც მისით დაინტერესებულია და ეს ყოფილ ურთიერთობას უკავშირდება, მე ასე მომდის ენერგია. თქვენთან დაკავშირებით, თქვენთან რაღაც ახალი დაწყებული ურთიერთობაა, ჩემო კარგო ადამიანებო, ეს არ არის ძველი დაწყებული ურთიერთობა და პირიქით, ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი გააღრმავოს, ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი გააბევროს, ანუ ძალიან ისეთი ემოციები აქვს და ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით, აგერ ჩემი სანთელიც აპარპალდა. აუ რა მაგარი, არ ვიცი რატო უყურებთ ესეთი ბედნიერი ადამიანი თუ თქვენ გიკავშირდებათ, ხო? და ფაქტია, რომ თქვენთან დაკავშირებით ეს ემოციები
ენერგიები აქვს, ტაროს რატომ უნდა უყურებდეთ, არ ვიცი, ერთმანეთს უნდა შესციცინებდეთ თვალებში და ხელს არ უშვებდეთ ერთმანეთს. და სამომავლო ენერგიები, 9 of cups. ემოციების ზღვა, ბედნიერება. მე არ ვიცი რა გითხრათ, მეგობრებო, პირველ ვარიანტს. საუკეთესო თუ რამე შეიძლება რომ ინფორმაცია წამოიღოს საერთოდ სამყარომ და რომ კი არა, აგერ არის ეს ყველაფერი, არ ვიცი. ღმერთმა სიკეთე მოგცეთ, თუ ეს ამბავი თქვენ გიკავშირდებათ მთელი ეს და ფაქტია რომ გიკავშირდებათ, თქვენთან დაკავშირებული უახლოესი ენერგიები ვიკითხე. გაეშვით ტაროს, გაეშვით საერთოდ აკავრობას, ჩაიხუტეთ ერთმანეთს და მოკლედ ერთმანეთს დაუთმეთ თითოეული ძვირფასი წუთი. მადლობა პირველ ვარიანტს და ახლა ვნახოთ მეორე ვარიანტი. აბა ვნახოთ ახლა ვინ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი, რა ხდება მის გულში, რა ხდება მის გონებაში, რა ხდება მის სახლში, რა ხდება მის გარემოცვაში, რა ხდება თქვენთან დაკავშირებული ენერგიები და თქვენთან დაკავშირებული უახლოესი ენერგიები და აი მეორე ნახეთ თავისით გამოყვა და ამასაც დავდებ, ხო იყოს აქ. აბა ვნახოთ მეგობრებო, ვინ არის 7-იანი პენტაკლები. სხვათა საკმაოდ ძალიან ცივი, კარგი არკანია. ფინანსურად შეიძლება ვარსკვლავებს არ ეთამაშება, მაგრამ საკმაოდ ისეთი საძირკველი და ბაზა აქვს. გარდა ამისა, სხვა შორის ვიღაცაზე ისიც გადათამაშდება, რომ სოფლის მეურნეობასთან შეიძლება კომუნიკაცია გქონდეს, რეგიონი გქონდეს, არ ვიცი, სოფელი გქონდეს, ან ბიზნესი გქონდეს, ან თვითონ უწევდეს ამ მიმართულებებით სამსახური შრომა და არა ცუც ვერაფერს ვიტყვი აქ ჩემო კარგო ადამიანო, მოსავლის აღების პირობებშია თითქოს, აი რომ რაც შექმნა, რაც აქვს ყველაფერი, მაგრამ აი ნახეთ ეს ყველაფერი მაქვს, მატერიალური ნაწილი ყველაფერი მაქვს, მაგრამ აი თითქოს რაღაცა მაფიქრებს, თითქოს რაღაცა აი ეს ენერგია მომდის. აბა ვნახოთ გულში რა ხდება. გულში არჩევანი აქვს მეგობრებო. ყველაფერი აქვს ამ ადამიანს ძალიან დიდი შანსებით და შესაძლებლობებით დააჯილდოვა ეს სამყარო. აი ნახეთ მის ხელშია პრაქტიკულად მთელი დედამიწა და პლანეტა და რა ვიცი ყველაფერი. მაგრამ მაინც გაყოფილი ენერგია, მაინც აი ფიქრობს რაღაცა არჩევანის ზღვარზეა გულში. გონებაში რა ხდება? ხო, გონებაში ქალი ყავს. ეს ქალი დიდი ალბათობით ან ყოფილი ცოლია საჯაროა გაშლა და მე უნდა გავაჟღერო ეს ვერსიები, ან ქალია რომელიც გაცილებულია. ნუ მამაკაცები თუ მიყურებთ ანალოგიურად გადაათამაშეთ, ხო? პირიქით მეორე ვარიანტი, ანუ მამაკაცზე გადაათამაშდება, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია. მის გონებაში ეხლა და ამ ეტაპზე ეს მომენტი ტრიალებს, ისტორიის მომენტი ტრიალებს, რაღაცა ვერ აი როგორი მომენტი აქვს იცით რომ რა ვქნა, აი ეს ჭოჭმანის მომენტია. სახლში რა ხდება, აბა და მივხვდებით ნელ-ნელა უკვე რასაც ხო, აი სახლში ნახეთ, სახლში ცოტა უმადურობის განცდა აქვს, ცოტა დაუფასებლობის განცდა აქვს, თითქოს ყველაფერი მორჩა, თითქოს ყველაფერი დასრულდა. თითქოს აი დააკვირდით ნახეთ სხვა დასტებში ეს სავსე ანცარიელი თასები არის ხოლმე პერსონაჟის უკან, ხო? აქ წინ აქვს, ის კი არა უფრო მეტიც ხელში უკავია. მაგრამ აი როგორ უყურებს იცით რომ ღირს დავლიო, თუ აი რაღაცა ისეთი მომენტი რო გაქვს, რომ აი საერთოდ რამე ღირს, მაინც ეს ემოცია, აი თითქოს დაუფასებლობის, თითქოს გადაღლილობის. აბა ვნახოთ ახლა გარემოცვაში რა ხდება. მის გარემოცვაში 9-იანი პენტაკლები. ამ ადამიანს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფინანსურად არ უჭირს მეგობრებო, უფრო მეტიც ბევრი გეგმა აქვს. სტაბილურობაშია და კიდევ უფრო მეტი რაღაცეების გაკეთებას აპირებს. ანუ ასე ვთქვათ, სავარძელზე ჯდომი და ტელევიზორს მაყურებელი პერსონაჟი არ არის. ეს სულ მოქმედებაში იქნება, სულ რაღაცა საქმეების კეთებაში. ეხლა მაინტერესებს ძალიან აი ამ პაზლიდან გავნიერეთ თქვენთან დაკავშირებული ენერგიები. თქვენთან დაკავშირებული ენერგიები როგორ არ მიყვარს ეს არკანი. რა ხდება, გაიპარეთ ერთმანეთისგან?
რაღაცა დაემალეთ რეალობას. ნუ ყოველ შემთხვევაში გაფიჭებული აქ ურთიერთობები ცალსახაა. აქ ძალიან დიდი მარტო წყენა არ არის. წყენა არ არის, წყენაც არის და რაღაცა ისეთი საკმაოდ სიამოვნო ენერგიები. მე დავამატებ მე არკანებს, მეგობრებო, არ იფიქროთ, რომ ისე ზედაპირულად მოგაწვით ინფორმაციას, უბრალოდ მინდა რომ ბოლომდე გავიდეს პაზლი და ვნახოთ თქვენთან დაკავშირებული უახლოესი ენერგიები. თქვენზე ფიქრობს მეგობრებო, არ ვიცი ვინ ხართ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. არ ვიცი ეს ქალბატონი სავარაუდოდ ასე გამოდის, იმიტომ რომ თქვენთან ყველაფერი უნდა, თქვენთან უნდა არ გადავაჭარბებ, თქვენთან ცხოვრება უნდა, თქვენით არსებობა უნდა, თქვენთვის უნდა აბსოლუტურად ყველა ემოცია რაც აქვს და თვითონაც უნდა რომ ყველა ემოცია მიიღოს თქვენგან. აი მე ასეთი გამგები, ასეთი სწორი ადამიანი ცხოვრებაში ნაკლებად შემხვედრია, ესეთი ფიქრებიც კი შეიძლება გქონდეს. და მოდით ახლა ვნახოთ აი აქ უნდა დავამატომი არკანი. აი აქ მაინტერესებს რა ხდება. ხო, აქ თქვენთან დაკავშირებით რაღაც ტრანსფორმაცია როგორი მომენტია, იცით? მე მაინც მგონია, მეგობრებო რა, რომ ეს რაც გონებაში უტრიალებს წარსულია. გაცილებული სიტუაცია აქ, ან ოფიციალურად დაშორებული, ან ყოფილის თემაა და ფიქრობს, რომ ყველაფერი წარსულს უნდა ჩაბარდეს, ეს არჩევანიც იმიტომ გამოვიდა და თქვენთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ აბსოლუტურად სხვა ეტაპი სჭირდება, ანუ სხვა სამოქმედო არეალი ჭირდება. მე აღარ მინდა ის რაც იყო. აი, გითხარით, ყველაფრის განულება და ყველაფრის თავიდან დაწყება უნდა. თქვენთან უნდა ყველაფერი ამ ადამიანს. არ ვიცი, დღეს ესეთი ენერგიები მოდის მეგობრებო, რომ რაღაცა მგონია, რომ ყველა ბედნიერი ადამიანი ერთად შემოიკრიბეთ და რაღაცა შემომიერთდით აქ და ერთმანეთს გვინდა რომ გადავდოთ ეს რაღაცა ბედნიერი და სიხარულის ემოციები და მე მზად ვარ სიამოვნებით გაგიზიარებთ ნებისმიერ დადებით ემოციას. არ ვიცი. მშვენიერი არკანები, მშვენიერი წყობა, არ ვიცი, ნუ ინფორმაციაზე აღარაფერს ვამბობ. ხო, წარმატებებს გისურვებთ. სულ ვამბობ ხოლმე, რომ რაც ბედნიერი მეტი ადამიანი იქნება სამყაროში, სამყარო იქნება გაცილებით უკეთესი. ბედნიერი ადამიანები არავის არ ტკენენ, არავის არ განსჯიან, არავის არ განიხილავენ, არავისთვის არ ცალიათ საკუთარი ბედნიერების ობიექტების გარდა და საკუთარი თავის ანუ იმ ემოციების გარდა, ხო? ამიტომ რაც მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება ჩვენს ცხოვრებაში, მით ლამაზი და სუფთა იქნება სამყარო. კარგი, დაგემშვიდობებით, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.